აბა როგორ ხარ თქურუმელებო, იმედია რომ კარგად, მაგრამ მე მინდა უკეთესად იყოთ. ზუსტად ამ მიზეზისა და გამო თქვენს წინაშე წავდექი ცოტა ადრე, არც ისე გვიან, რომ წელიწადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე 21 ივნისი წინასწარ, ასე ვთქვათ, დაგიგეგმოთ. ეს არის ზაფხულის ბუნიაობა. დღე დღამის გასწორების ჟამი, სხვადასხვა ყველაზე დიდხანს 18 საათის განმავლობაში მზე ცის კაბადონზე ჩვენ სამსახურში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი პლანეტა, მზე, მერკური და ვენერა ერთად განაგებენ, ერთ რაღაც კამპანიას ქმნიან, ისედაც როგორც იწვიან იუპიტერი, ინტელექცია, პასუხისმგებელი, ვენერა სილამაზეზე და მზე საერთოდ სასიცოცხლო ენერგიების მთელ კონცენტრაციაზე და ასე რომ ბევრი რთული ენით არ ვლაპარაკოთ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეში. საქმეზე, ხო, და საქმეშიც, სხვათა შორის მინდა გითხრათ, მანამდე სანამდე გადავეშვებოდეთ მთელ სამსაქმიან ამპლუაში და მთელ სამგონიერებაში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა უნდა უმადლოდეთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ მოგვანიჭა ბედნიერება, გონიერებისა, რომ ეხლა თქვენ ამ ყველაფერს უსმენთ, ჩემთან ერთად, თუნდაც იწონებთ, თუნდაც აზიარებთ სხვა ადამიანებისთვის და თუნდაც მხოლოდ ეგოისტურად საკუთარი თავისთვის გინდათ. მაშასე გადავიდეთ, თენდება 21, მანამდე გავავრცელეთ, ხო? სხვებსაც უთხარით. 21 ივნისი თენდება და მზეს ვეგებებით მხიარულად. სადაც არ უნდა იყოთ, რომელი დროის სარტყელში და არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არ იყოს დღეს რაღაც სამხიარულო დრო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რა დღეშია დღეს დედამიწა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვერიოთ ბოროტს. კი ბატონო, ვდგებით, ხალისობთ, შევყურებთ მზეს და დილიდანვე შეგიძლიათ რაღაც მე ესეთი ჭურჭელი შევარჩიე, სადაც ოქროსფერი ყვავილებია, მას თავის დეკორატიული რაღაც უცნაურობა, ჩვეულებრივ ჭიქაში არ აქვს მნიშვნელობა, ავსეთ წყალი და დადგით თქვენსნი ფანჯრის რეფასზე. იქ სადაც მზე იხედება, იქ სადაც მზე კონტაქტობს, იქ სადაც მზე იჭყიტება თქვენს სხეულში და თქვენს სახლებში, ჩვენი არსებობის და ჩვენი სითბოს გენერაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუდეში. ხო ასეა? და მთელი დღის განმავლობაში შეგვიძლია ეს დავაყენოთ და თვითონ დაიმუხტება ყველაზე ძლიერი და ყველაზე ესეთი გემრიელი ლუკმით მზისა, რომელიც ყველაზე გრძელ დღეს გაათბობს და საღამო ხანს აღნიშნული შეგიძლიათ დალიოთ და გაივსებით საჭირო ენერგიებით. ეს ისე არ არის ყველაფერი, რის თქმაც მინდოდა, ეხლა წავიდეთ მეორე პრაქტიკაზე, ამისათვის საჭირო არის, მე გიჩვენებთ შიგადაშიგ, ოქროსფერი სანთელი, ეს არის სიმბოლურად მზისფერი, თუ ის არ მოგეპოვებათ, ისე მოამზადეთ, შეიძლება თეთრი ჩვეულებრივი სანთელი, დავანთებთ სანთელს, დავაკვირდებით ამ სილამაზეს, ამ სანთლისას და აუცილებლად ვეტყვით, ცეცხლის ძალავ მოეხმარე ჩემს სურვილებს ახდეს და ყველა გზა გაანათოს. ჩემი გზა განათდება, სურვილი ასრულდება და იყოს ასე. მე ცოტა ხანი გავაჩეროთ, ისევ და ისევ ამ ყველაფერში ვდებთ დიდ გონიერებასა და დიდ მონდომებას, რომ ეს სურვილი აუცილებლად ახდება და შეგვიძლიათ მეორეზე გადავიდეთ, ეს არის ჩემო ძვირფასებო წერილი, სადაც ვწერთ ჩვენ სურვილებს, ესე ლამაზ გრაგნილად ვახვევთ. აი პირობითად ესე ვამბობთ, მიგვაქვს დიდ ხესთან, ხმოიარე დიდ ხესთან, შევდივართ უკვე ბუნების წიაღში და იქ ვტოვებთ სადღაც იმ იმედით, იმ სურვილებით, იმ ძალიან დიდი, მოდით ვთქვათ, ნდომილებითა და რწმენით უპირველეს ყოვლისა, რომ ჩვენი ოცნება ასრულდება და აი ესეთ სიტყვებს სიამოვნებით ვამბობთ. სინათლის ძალა ჩემს სიცოცხლეს აახლებს, მზის ენერგია ათბობს, ჩემს მოთხოვნას სამყაროს გავგზავნი და შესრულდება, რომელსაც სიხარულით ველოდები. დაე
იყოს ასე. სავალდებულო არ არის რაღაც ესეთი ტრაფარეტული დაზეპირებული სიტყვებით თქვა, უბრალოდ გულიდან წამოსული იყოს წმენდა ნასტკორცნილი ჩემო კარგო ადამიანებო. და კიდე ერთი რიტუალი, აქ არ გავჩერდები, მომისმინეთ, ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხო ასეა? მითხარით, რომ ასეა. ამისათვის რა არის საჭირო? არც მეტი არც ნაკლები, ისევ და ისევ ჩვენი დაფნის ფოთოლი. ესეთი ჯამრთელი შეგირჩიეთ. სხვადასხვა ძალიან ჭირს, ეხა ესეთი წელიწადის რო არის, დააფნა ყველგან არის ნორჩი და სათუთი, ნატიფი, ყლორტი და მე მიყვარს უფრო ესეთი დაძარღული რო არის, სქელი რო არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რიტუალებისთვის ის უფრო მადგება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან სიფრიფანაა და ძალიან ნაზი და ესეთია ნატიფია და მალე შეიძლება ჩამოგვეღვენთოს. სადაც ნახავთ, როგორაც ნახავთ და სანთელი გვინდა უცილებლად მნიშვნელობა არ აქვს, უნდათ ისე და ისევე ოქროსფერი სანთელი გამოიყენეთ, რომელსაც ასანთით აანთებთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო და გავაკეთებთ აი ესეთ რამეს. დავაწერთ მის უკანა მხარეს, წინა მხარე ეს არის და უკანა მხარეს. რაღაც თქვენ სულს მოკლედ ერთი სიტყვით, ეს შეიძლება იყოს ბინა, ეს შეიძლება იყოს მანქანა, ეს შეიძლება იყოს ვინმე ბიჭის ან გოგოს სახელი, მაგალითად დააწერთ გიორგის, ან დააწერთ ბელას, არ აქვს მნიშვნელობა, ან გინდათ სიყვარული, ჯამრთელობა, მოკლედ ვისთვის როგორ ჩემო ძვირფასო ადამიანება. და რას ვაკეთებთ? აი ამ წვავთ ჩვენს როგორც უკვე მოვილაპარაკეთ სანთელზე და აი ესეთ სიტყვებს ვამბობთ. ღმერთების ძალითა და ზეცის ძალით. სამყაროს ძალითა და სასწაულების ძალით. ჩემი სურვილი განხორციელდება, როგორც დავიჯერე, ისე ამიხდება. ხო, ხო გითხარით, აი აქ უნდა დავუშვით. ჩვენ გვმართავს ჩვენი გონი. ჩვენს ყველაფერს, ჩვენს ჯანმრთელობასაც, ჩვენს კარგს თუ ცუდ სიტუაციებსაც. ძალიან დიდი და გრძელი სასაუბრო და ღრმა სასაუბრო თემაა და ამ თემასთან დაკავშირებით ეხლა ამ პატარა ვიდეოში მოინდომებთ. ისევ ისაც ძალიან უნდა გააკეთებს ძალიან ჭკვიანურ ნაბიჯს მოვაჩემთ ამ კონსტიტუციაზე და ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ უგზოუკლოდ თუ არა, რაღაცა ამაზე ვცლათ და თან ეს ყველაფერი იქნება ადამიანის ინდივიდუალურ სვებებზე მორგებული, მის პრობლემებზე, მის სიხარულებზე, ანუ ტაროს გულისხმობ და არა მარტო. ჩემთან მე სულ ვიცით ხმა, რომ არ ვაკეთებ რაღაცა ტრაფარეტულად, ბანალურად ტაროს გაშლებს. არ ვაგზავნებ ვოისებს და რაღაც არ ვეუბნები, აი, ჩემო გოგო ამოიწურა შენი დრო. არა, რამდენიც გჭირდებათ, იმდენს გჩუქნით. გჭირდება 1 საათი, 1 საათი შენთან რა ვარ. გჭირდება ნახევარი საათი, გჭირდება 15 წუთი გჩუქნით ამ დროს. კი აქ ჩუქნით თქვენ ეს დაიმსახურეთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო. ეს ისე ყოველ შემთხვევისათვის და თუ მართლა ყოველ შემთხვევისათვის არა. კი ბატონო, მაშინ აქციათ ეს ჩემთან ვიზიტი რეალურად ონლაინ დასაკვირველია. ამ და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით პირადში ვილაპარაკებთ. ეხლა უბრალოდ გადაიზიარეთ, რაც შეიძლება მე პატარა ადამიანმა ნახოს და ასევე მინდა კომენტარებში დაწეროთ ბუნიაობა. ან ბუნიაობა მინათებს ცხოვრებას. ან ბუნიაობა გაზაფხულის ბუნიაობა, მზებუდობა, ბევრი სიტყვა აქვს ლამაზად შერჩეული ჩემს ძვირფას ქართულ ლექსიკონს. მზე ჩანდეს. აბა ვის ექნება მზე ლამაზ ფორმაში? და თუ მომეწონება თქვენი ტერმინი, სადაც მზე იქნება, ამზეურებული და მზე იქნება ყველაზე მთავარი და დომინანტური, აი იმ კომენტარის ავტორსაც რაღაცით დავაჯილდოებთ. ყოველ შემთხვევაში ჩემებურად მაინც მიყვარხართ კოცნი გეფერები, მინდათ რომ სუპერ მუპერ კარგად იყოთ, მინდა რომ გამრავლდეთ, იმიტომ რომ მაგიას უყვარს ძალა და ეს ჩვენი კეთილი მაგია ჩვენ და სასიკეთო და ადამიანების სამსახურს ჩავაყენოთ. აბა კარგად. გილოცავთ კიდევ ერთხელ თქვენი ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას წმენით გააკეთეთ ყველაფერი და გადასარევად დავძლევთ სირთულებს, რომელიც იცით რომ კარზე მოგდგომია.